სამხრეთ საფრანგეთი არ არის მხოლოდ ფრანგული რივიერა. რეგიონი ასევე მოიცავს საფრანგეთის ალპებსა და კორსიკას. პარიზის შემდეგ ესაა საფრანგეთის ყველაზე მონახულებადი რეგიონი. სწორედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადოთ. ჩემი მოგზაურობის მიზანიც სწორედ ესაა. დაგანახოთ ის მრავალფეროვნება, რითაც სამხრეთ საფრანგეთი გამოირჩევა. ულამაზესი სოფლების და საინტერესო დასახლებების გარდა გადავწყვეტე ალპებშიც მემოგზაურა. გეზი ავინიონიდან ჩრდილოეთით ავიღეთ. გზა ფასიანია და 22 ევრომდე გადავიხადეთ. არის უფასო გზებიც, მაგრამ გაცილებით გრძელია. მაგისტრალის გავლის შემდეგ გადავედით მეორე ხარისხოვან გზაზე. ასეთ გზებზე მგზავრობა განსაკუთრებით მიყვარს, რადგან საშუალება მაქვს მრავალფეროვანი ბუნებით დავტკბე. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ პირველი დანიშნულების ადგილზე მოვედით. აი უკვე მოგესალმებით ალპებიდან, მოვიდით ჩვენ საბოლოო დანიშნულებაზე, ეს არის სამთო სათხილამურო კურორტი, რომელსაც ფრანგულად ეწოდება Les Deux Alpes. ეს კურორტი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა იმით, რომ კიდევ ერთი მთის კურორტის, შამონიქსის შემდეგ ის არის ყველაზე ძველი სათხილამურო კურორტი მთელ საფრანგეთში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მთებში არსებული სათხილამურო გზების ერთობლიობა არის მთელს ევროპაში ყველაზე გრძელი. მანქანის გაჩერების შემდეგ გადავწყვიტე, რომ შედარებით მაღლა ამოსულიყავი, ერთი ბილიკი მოუყვება მთას და აქედან ბევრად კარგად იშლება ხედი როგორც ალპებზე, ისე უშუალოდ დასახლებაზე. ცოტა ხანი კიდევ დავტკბებით ამ ხედებით და შემდეგ გავეშურებით უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ. კურორტს მთლიანობაში 59 საბაგირო აქვს. საბაგირო სისტემის აღმართზე-ასვლის საერთო ტევადობა 1 საათში 66,000 ადამიანს შეადგენს. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც თხილამურით ან სნოუბორდით დაშვება შეგიძლიათ. სასრიალო გზების საერთო სიგრძე 220 კილომეტრს შეადგენს. მათი უმრავლესობა საკმაოდ ციცაბოა, რის გამოც ყირამალა გზებსაც უწოდებენ. თუ სრიალის მოყვარული ხართ და აქ შეგეძლებათ დასვენება, ვფიქრობ, ძალიან მოგეწონებათ ასეთ გარემოში სრიალი. ხედებით კბობის შემდეგ ძალიან ლამაზი გზის გავლით გავემართეთ ერთი პატარა სოფლისკენ, რომელსაც ლადანშერი ჰქვია. სოფლამდე ვიწრო, მაგრამ მოასფალტებულ გზას მივყავართ. საქართველოს მთიან გზებს მაგონებს და უფრო მეტად მომწონს. ღამე სამ სოფელში გავათებთ და ხვალ დილიდან ვილაშქრებთ. სასტუმროების ფასი 2 ადამიანზე 120 ევროდან იწყება. აქ ასევე შეგიძლიათ კარავი გაშალოთ და ღამე ისე გაათენოთ. გაითვალისწინეთ, კარვის გაშლა უფასოა, მაგრამ მხოლოდ ღამის 9-დან დილის 9 საათამდე შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით. არაჩვეულებრივი დილა გათენდა სოფელ ლადანშერში. წუხელი საკმაოდ ძლიერად წვიმდა და ცოტა მეშინოდა, რომ როგორი დღე იქნებოდა, მაგრამ გამოვიხედეთ დილით გარეთ და არაჩვეულებრივი ამინდია, მთები შემოსილია ნისლით, ღრუბლებით, უკეთეს ამინდს ვერ ვინატრებდით. თან ასე დროს უფრო მარტივია გადაადგილება, როდესაც მზე არ აჭერს, არ აცხუნებს და იმედია ჩვენი ლაშქრობაც შესანიშნავი იქნება. ერთი შეხედვით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ინფრასტრუქტურა არის არაჩვეულებრივად მოწყობილი, ყველგან რუკები, მაჩვენებლები და უკვე დავიწყებთ ჩვენს ლაშქრობას ტბა ლოვიტელის მიმართულებით და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან დიდი იმედი მაქვს კარგი ლაშქრობა გამოგვივა დღეს. წავედით.
სოფლის ყველაზე საინტერესო და ლამაზი შენობა ეს ეკლესიაა. მისი აშენების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, მაგრამ ისტორიულ წყაროებში პირველად 1665 წელს მოიხსენიება. კარი დაკეტილი დაგვდა, შიგნით ვერ შევედით. ძალიან შთამბეჭდავია ასეთი ბუმბერაზი მთების ფონზე. სოფელს ქვით მოკირწყლული ქუჩები აქვს. ერთი შეხედვით საქართველოს ღვთისმსოფელს მაგონებს, სადაც სახლებს სიძველის ელფერი დაჰკრავს. აქ არის ფურნე. სოფელს აქვს მოსასვენებელი ადგილი წყაროსლით, სადაც რავდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, თაროებზე დალაგებულ წიგნებსაც ნახავთ, მაგრამ რაც ყველაზე მეტად იწვევს ჩემს აღფრთოვანებას ალპურ სოფლებში, საოცარი წესრიგია. სოფელს ზრუნავს როგორც თვითონ მოსახლეობა, ასევე მუნიციპალიტეტი. დავინახე დილის 7 საათზე გაიტანეს ნაგავი და მოაწესრიგეს ქუჩები. დაახლოებით 200 მეტრი გამოვიარეთ კებელიკის და მოდით ამ ნიშულთან, რომელიც გეუბნება, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ტერიტორიაზე, გავუყებით ამ ბილიქს და ავალთ უკვე ლევიტელის ტბაზე. ასევე საინფორმაციო დაფის დახმარებით ვიგებთ, რომ ყოველდღიურად ამ ტბას სტუმრობს 600 ადამიანი. საკმაოდ ბევრია მთის ტბისთვის, თუმცა ჯერჯერობით სხვა ადამიანები არ ჩანს, ვინაიდან ჩვენ ესე გვინდოდა, რომ ადრე დაგვეწყო, რათა შედარებით ნაკლებ ადამიანებში გველაშქრა. ახლა გადავადგე პირველ ხიდზე და გავაგზავნებთ ჩვენს გზას. ბილიკი საკმაოდ მოწესრიგებულია. ხშირად ვხვდები მანიშნებლებს, რაც უსაფრთხო ლაშქრობის აუცილებელი პირობაა. ტბაზე ასვლა ორი ბილიკითაა შესაძლებელი. ერთი და იგივე გზის გავლა არ მიყვარს, ამიტომ ერთი თავალ და მეორეთი ჩამოვალ. გარემოს უკეთ შესაძლებლად და მრავალფეროვანი ხედებისთვის ორი განსხვავებული გზის გავლა სჭირს. მეტი დადებითი ემოციის მიღებაა შესაძლებელი. ძალიან მაგონებს მესტიის ჭალაადის სალაშქრო ბილიქს, სადაც მონაცვლეობით დავდივართ ტყეში, მდინარის პირას და ქვიან რელიეფზე. იქაც და აქაც ბუმბერაზი მთები დაგვყურებს. ამის გამო ისეთი განცდა მეუფლება თითქოს საქართველოში ვლაშქრო. თავს უცხოთ არ ვგრძნობ, რაც უცნაური, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. მოვდივართ გზის ნახევარი უკვე გავიარეთ ფაქტობრივად. სულ აღმართებია, მაგრამ არც ისეთი აღმართი, რომ გავლა შეუძლებელი იყოს. თან ისეთი ხედები იშლება არემარეზე, გაჩერება, დასვენება ერთი სიამოვნებაა და თან დროში შეზღუდულები არ ვართ, არ არის დიდი კილომეტრაჟი და ამიტომ მაქსიმალურად დატკბობაზე და სიამოვნებაზე ვართ გადასული, რომ გარშემო არსებული ყვავილებით, სცენარეებით ხედებით დავტკბეთ და რა თქმა უნდა უკვე მივახციოთ ბოლო დანიშნულების ადგილზე. ეს ტერიტორია 1995 წლიდან ბუნებრივ ნაკრძალად კლასიფიცირდა, რაც მიზნად ისახავდა მისი ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. მოგეხსენებათ, ალპები ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ათვისებულია ადამიანის მიერ. როცა ევროპელი ტურისტები მყოლია საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველა აღნიშნავდა, რომ ალპებისგან განსხვავებით ჩვენთან უფრო შენარჩუნებული იყო ბუნებრივი გარემო. მართალი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის, მაგრამ ბუნება ხელშეუხებელია და ავთენტურობა შენარჩუნებული აქვს. ეს ყალბა ახლა უფრო თვალნათელი გახდა ჩემთვის. იმის მიუხედავად, რომ ზე საკმაოდ ცხუნვარია, ისეთი საამურისი ოქრის ძალიან დიდი სიამოვნებაა ასე დროს ლაშქრობა. თუ თქვენ შემსავით გიყვართ ლაშქრობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ ამ მთების დალაშქრა. ამასობაში უკვე ტბასაც მივუახლოვდით.
საათნახევრიანი ლაშქრობის შემდეგ უკვე ამოვედით ჩვენს განსაკუთრებულ ტბა ლოვიტელზე. ამ ბილიკის გავლა უფრო მალე შეიძლება, თუ კარგ ტემპში ვით, უბრალოდ როგორც გითხარით, არსად არ გვეჩქარებოდა და მაქსიმალურად ვცდილობდი ხედები დამტკბარიყავი. ამოვედით, ეს არის მთავარი გადასახედი, ასე რომ ვთქვათ, ვინაიდან ტბის გარდა როგორც ხედავთ მოჩანს არაჩვეულებრივი მთები და კარგია რომ ზაფხულის მიუხედავად მთებზე თოვლი კვლავ შემორჩენილია და ამ წონებულ არეში კიდევ უფრო ლამაზად მოსჩანს ეს მთები. ცოტას დავისვენებ და ვფიქრობ, რომ ჩემგან ხელმოშნივ არსებულ ბილიკზე გავიაროთ და მაქსიმალურად წედავარტყათ ამ ტბას, რომ დავტკბეთ ხედებით. ტბის ზედაპირი დაახლოებით 25-დან 35 ჰექტარამდე მერყეობს, ხოლო მისი სიღრმე 65 მეტრს აღწევს. ზამთარში მთელი ტბა 1 მეტრის სისქეზე იყინება. წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ტბიდან ზედაპირული წყალი არ გამოდის. თუმცა თოვლის დნობის პერიოდში ტბას გამდინარე წყლის ნაკადი ემატება, რის გამოც შესაძლოა მისი სიღრმე 20 მეტრითაც კი გაიზარდოს. ცივი და ჟანგბადი მდიდარი წყლის გამო ტბაში მთის თევზები ბინადრობენ. ტბის გარშემო რამდენიმე ნაგებობაა. ერთი შეხედვით თავშესაფრებს გავს, დაახლოებით ისეც საქართველოში მეცხვარის ბინებს რომ ვეძახით, მაგრამ ესენი ქვით აშენებულია და უფრო მოწესრიგებული. ნაპირზე მისვლისას ტურისტული ჯგუფებიც დავინახე. ყველა ულამაზეს ხედზე ისვენებს და ნებიურობს. წყალი ყინულივით ცივია, მაგრამ ჩემი მეგობარი ცურვას არ ერიდება. მე მხოლოდ ხედებით კვების იდეა უფრო მხიბლავს და თავს ვიკავებ ცურვისგან. გადასახედიდან გადმოვედით მეორე მხარეს, როგორც გითხარით. ბილიკის ძირითადი ნაწილი ქვებით არის დაფარული და სიფრთხილით არის სიარული საჭირო, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ თუ ილაშქრებთ, კარგი ფეხსაცმელი უნდა გქონდეთ. შესაბამისად, არ ზაგიჭირდებათ. და რა უყურებთ უკვე სხვა რაკურსით ამ მთებს, ბევრად ლამაზია და გირჩევთ, რომ აქ თუ მოხვალთ, აუცილებლად ჩვენსავით წამოხვიდეთ აქეთ და სხვა ხედებითაც დატკბეთ. ძალიან მიყვარს ასეთ ქვიან ბილიკებზე სიარული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთებით გარშემორტყმულ ტბის ნაპირას დავდივარ. მთების ხედების პერსპექტივა ცვალებადია. ტბაში ვხედავთ ნავით მოცურავეებსაც. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა შუა ტბაში ასეთ ცურვა განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. დიდი მანძილი გავიარეთ, მაგრამ მეორე ნაპირზე გადასვლა სახიფათო ჩანს. ამიტომ უკან მივტრიალდებით და დავბრუნდებით სოფელში. მთლიანობაში ეს სალაშქრო ბილიკი საშუალო სირთულისაა. გამოცდილი მოლაშქრისთვის კი მარტივ კატეგორიაში გავა. ძალიან მომეწონა ეს ტბა და ვფიქრობ მომავალში აუცილებლად დაბრუნდები. ტბასთან დავრჩები კარავში. კიდევ ერთ ტბასაც მოვინახულებ და შემდეგ დაბრუნდები ლადანშერში. ახლა კი მეორე ბილიკით დაბრუნდებით საწყის წერტილზე. დღევანდელი მარშრუტით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ბრუნდებით უკან, პროვანსის მიმართულებით. ლაშქრობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ის დაღლილობის გზნობაა, რომელიც ემოციურად გავსებს და ბედნიერების შეგრძნებას გიტოვებს. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამ ტიპის დალაშქრა. მიხარია, ჩემმა მეგობარმა სწორედ ლოვიტელის დალაშქრა რომ მირჩია. ალპებიდან უკვე დაბრუნდით ავინიონისკენ და სანამ დაღამდება მინდოდა რომ ერთი საინტერესო პატარა სოფელი მომინახულებინა და აქეთ გადმოვხვდეთ, რომელსაც ქვია ვეზონ ლა რომენ. სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით რომ ეს დასახლება უკავშირდება რომაელებს და არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამ დასახლებაში არაერთი ძველი ცივილიზაციის ნაშთი აღმოჩენილი, მათ შორის არის აი ეს ხიდი, რომელსაც უფრო ახლოს ნახავთ ერთად და არაერთი სხვა არტეფაქტი აღმოჩენილი აქ. თვითონ ამ დასახლებას რომ შევხედოთ, ერთი შეხედვითაც მალე მივხვდებით, რომ ეს არის სტანდარტული პროვანსული ნაგებობების ერთობლიობა. სადაც ხვდებით პატარა ლამას სახლებს, აივნებით, ქვის მოგიწყლული ქუჩებით და სანამ დაღამდება გავისეირნებთ მოკლედ და ერთად შევხედოთ. სოფელი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო ნაწილებად. მათ ერთმანეთს მდინარე ოვაზი ყოფს, რომლის მთლიანი სიგრძე 93 კილომეტრია და რეგიონის სოფლებს გაივლის. სოფლის ისტორია რომაელებამდე დიდი ხნით ადრე, ბრინჯაოს ხანაში იწყება, მაგრამ მისი აღზევება სწორედ რომაულ პერიოდში იწყება, ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნე, რა დროსაც აქ იწყება დიდი კონსტრუქციებისა და ნაგებობების მშენებლობა. თეატრი, ხიდი, აკვედუკები, თერმული აბანოები. დასახლება წყლით ორი აკვედუკის მეშვეობით მარაგდებოდა. მართალია თანდათან ღამდება, მაგრამ ეს ქუჩებში გადაადგილებაში ხელს არ მიშლის. არაერთი პატარა სოფელი თუ ქალაქი მინახავს პროვანსის რეგიონში. ერთი შეხედვით თითქოს ერთმანეთს გავს ყოველი მათგანი, მაგრამ ამავდროულად თითოეული განსაკუთრებული და გამორჩეული სილამაზის მქონეა. ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა ხედავ თუ როგორ აქვს შენარჩუნებული უძველესი დასახლებების ნაშთები და როგორ ეწმის ყველა პერიოდის შენობა ნაგებობა ერთმანეთს. ასეთ სოფლებში სეირნობისას არქიტექტურის მთელი განვლილი ისტორიის სამოკითხვაა შესაძლებელი. სეირნობით ავდივარ ძევით, ციხე-სიმაგრისკენ. ციხეს აღმართულ დროშაზე გამოსახულია ვაზი, ყურძენი და ამფორა, რაც გასაკვირი არაა, ღვინის რეგიონია. დროშის გარდა შენობებზე ხშირად ხვდებით ყურძნის ბარელიეფებს. რესტავრაციის მოლოდინში ციხე-სიმაგრე დაკეტილია ვიზიტორებისთვის, მაგრამ გარედან შეგვიძლია მისი დათვალიერება და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი ხედი იშლება, განსაკუთრებით ასეთი ლამაზი მზის ჩასვლისას. გუშინდელი ლაშქრობისა და თავგადასავლების შემდეგ დღევანდელი დღისთვის შედარებით მარტივი მარშრუტი, მხოლოდ ერთი სოფლის მონახულება დავგეგმე. მოდით კიდევ ერთ ლამაზ პატარა სოფელში, რომელსაც ეწოდება პერნ-ლე-ფონტენ. ეს არის მთავარი კარიბჭე, საიდანაც
შიდა დასახლებაზე უნდა შეხვიდეთ, მაგრამ ჩვენ მანქანა ისე გავაჩერეთ, ჯერ ტაძრის მონახულება მინდა და ასე რომ ჯერ ამ ნაწილს მოვინახულებ და მე როგორ უშუალოდ დასახლებაზეც გადავალთ. ტრადიციულად როგორც აქაურ დასახლებებს შეშვენის, ქვით მოკრწყლული ქუჩებია, ერთადერთი შეიძლება რაც არც ხშირი არის ეს გალავანი და წყლის არხი, რომელიც ძალიან უხდება აქაურობას. დარჩენს კი უკვე ერთად ნახავთ რა არის განსხვავებული ან საერთოდ სხვა დასახლებებთან ერთად. ეს კარიბჭე 1558 წელს აშენდა. პატარა სამლოცველო კი 1510 წელს. ორივე მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წელს უკან დახეულმა გერმანელებმა დაანგრიეს, მაგრამ მალევე 1951 წელს აღადგინეს. ღვთისმშობლის სახელობის ეს ეკლესია რომანული წარმოშობისაა, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. მე-14 და მე-17 საუკუნეებში მნიშვნელოვნად გადაკეთდა და იცვალა სახე. ამის მიზეზი ტაძრის გადარცვა და გადაწვა გახდა, განსაკუთრებით მე-16 საუკუნეში. კარიბჭის უკან არის მე-17 საუკუნით დათარიღებული გადახურული სავაჭრო ადგილი. ქვაფენილიან გზებს ულამაზეს შენობებს შორის დავყავართ. შენობებს ფერადი კარები და წითელ ლურჯი დარაბები აქვთ, რაც კიდევ უფრო მეტად ალამაზებს მცენარეებით შემოსილ სახლებს. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ საინტერესო და ლამაზ ადგილებში მოგზაურობ, უნდა თქვა, რომ მათი უმრავლესობა არაა ცნობილი ტურისტებში. ამიტომ ქუჩაში სეირნომისას სრული სიმშვიდეს უფევს. არა სუვენირების მაღაზიები და კაფე-ბარები დღის განმავლობაში დაკეტილია, რადგან სტუმრები მათ საღამოს ყავთ. მას შემდეგ, რაც აქაური მოსახლეობა სამსახურებს ასრულებს. თუ მყუდრო ადგილები გაინტერესებთ და სიმშვიდეში მოგწონთ კულტურული დასვენება, ეს სოფლები თქვენ სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება სამხრეთ საფრანგეთის თავგადასავლები. არ გამოტოვოთ. გამოკვებით.